ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებული თავდასხმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე არის სისხლის სამართლის დანაშაული, ასე ფიქრობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე ქართული ოცნების ვერცერთი ტიტუშკა ვერ გაბედავდა, რომ თავს დასხმოდა სალომე ზურაბიშვილს. ხალხი ახლა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს იუბილე რეჟიმმა სწორედ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმით მიულოცა, როგორც ჩანს. ივანიშვილი და ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლები ვერ პატიობენ საჯარო მხილებას სალომე ზურაბიშვილს, ვერ პატიობენ, რომ ოლიგარქის რეჟიმთან დაკავშირებით ზურაბიშვილი საუბრობს ყველგან, საუბრობს როგორც ევროპაში, ასევე დასავლეთში, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ბევრი დრო ხელისუფლებაში არ დარჩენია, მას მოუწევს უკანდახევა, ქვეყნის მართვის სადავეების დათმობა და როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად ყველა ტიტუშკა პასუხს აგებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმის გამო. გული მწყდება, რომ ესეთ განუკითხაობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც 70 წლის ადამიანს პრეზიდენტს, რომელიც პრეზიდენტი იყო და მათივე არჩეული იყო თავის დროს, ესე ექცევია. როდესაც ყველაფერი ესე ჩამოშლილია და ერთ ადამიანს ემსახურება, ეს განუკითხაობა კიდე და კიდე უფრო ყველას კარამდე მივა ალბათ. ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე თქვენი აზრით ვინმე გაბედავდა მსგავსი გადაწყვეტილება რომ მიიღო, ჩასაფრება მოეწყო ზურაბიშვილზე და შემდეგ თავდასხმა. ზოგადად ალბათ იწონებენ თავს ესეთი უგვანო საქციელით და რა ვიცი მე, ეთყობა ეს დაბადების დღეს ულოცავენ ამგვარად და სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრეს. ქართული ოცნება არის ჩვენთვის ბოროტების და სიგოიმის სიმბიოზი. ან წარმოუდგენელი ადამიანები აბუდაბაში, ისე იგი ტელეფონით რატო დაგვადგაო, ამაზე ისტერიკაში ჩავარდნენ და არავის არაფერს არ გაუტარებთო და აი ასეთ ქაჯობამდე მიდიან. სამარცხვინოები არიან, მე გამოვლენ და ვიღაცას ან რამე მორალს წაუკითხავენ, ან რაღაცა ვიღაცას არ შეეხოთ იტყვენ. ჩვენს პრეზიდენტს, ლეგიტიმურ ლიდერს ერთადერთს აი ესეთ რაღაცას რო უკეთებენ, ადამიანები თურმე კანონს იცავენ, ხო და რა ვიცი, სამარცხვინოები არიან. პოლიციას თუ ვინმე ამცირებს, ეს არის ქართული ოცნება. პოლიციას თუ ვინმე შეურაცხყოფას აყენებს, ეს არის ქართული ოცნება, იმიტომ რომ ყველაფერზე ხელს აწერინებენ. საზიზღარი თავდასხმა ზურაბიშვილზე რა ჯანდაბა ხდება საქართველოში, ხელისუფლება რომელსაც არჩევნები მოეპარა, თავს დაესხა საქართველოს პრეზიდენტს. ეს განცხადებები კეთდება ევროპარლამენტარების მხრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარები ერთმანეთის მიყოლებით განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის გადაქცეული რუსულ რეჟიმად, რომელიც ძალადობს მშვიდობიან აქციის მონაწილეებზე, ძალადობს საქართველოს პრეზიდენტზე, სწორედ საქართველოს პრეზიდენტად მოიხსენიებს ყველა სალომე ზურაბიშვილს, რადგან პარტნიორები ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევენ, როგორც ჩვენი პარტნიორები წერენ, ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის არჩევანს და ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას. რა ჯანდაბა ხდება საქართველოში? ივანიშვილის რეჟიმი იზიარებს პასუხისმგებლობას ქუჩებში განხორციელებულ ძალადობასა და სიძულვილზე ღირსეული დემოკრატებისა და თავისუფლებისათვის მამაცი მებრძოლების წინააღმდეგ. ყველაფერი საუკეთესო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. საქართველოში პარტია, რომელმაც არჩევნები მოიპარა ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თავს ესხმის დაშინების მეთოდებით, რომლებზეც უარს რუსეთიც არ იტყოდა. სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის სიმამაცეს და დემოკრატიისა და ევროპისადმი ერთგულებას წარმოადგენს. ევროპარლამენტარებს არ უჭირთ ყველაფერს დაარქვან საკუთარი სახელი, არ უჭირთ შეფასება იმ ფაქტის, რომელიც მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს არის თავდასხმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე, თუმცა ყველაფერზე საკუთარი სახელის დაარქმევა უჭირს საქართველოს სახალხო დამცველს. ლევან იოსელიას საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია ზურაბიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით, როდესაც მედიასთან კომენტარი გააკეთა და მან თქვა, რომ თუ
მქონდა ადგილი მსგავს თავდასხმას, მაშინ უნდა მოხდეს შესწავლა. ეს განცხადება იოსელიანმა მაშინ გააკეთა, როდესაც უკვე გახარიაზე თავდასხმა მომხდარი იყო, შესაბამისად მისთვის რთულად შესაძლებელი არ უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომელიც განვითარდა თუნდაც ექს-პრემიერთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ჩანს, მას არ სურს ღია დაპირისპირებაში შევიდეს ქართული ოცნების წარმომადგენლებთან და ამიტომ უკან დასახევ გზას იტოვებს. შესაბამისად მკაფი ოპოზიცია დღეს სახალხო დამცველისგან საზოგადოებამ ვერ მოისმინა. აბსოლუტურად მიუღებელი არის კვერცხების სროლაც და სიძულვილის ენის გამოყენებას და შეურაცხყოფაც. კონკრეტულ ფაქტს ახლა თქვენგან გავიგებ პირველად. თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ფაქტი, რომელიც სადაც შესაძლოა იყოს გამოკვეთილი რაიმე ტიპის დანაშაულის ნიშნები, იქნას რეაგირებული და ადამიანები, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, კანონის შესაბამისად ამაზე აგონ პასუხი განსხვავებული აზრი უნდა იყოს მისაღები ყველასთვის. ამას არც მხარეს აქვს მნიშვნელობა და არც პოლიტიკურ კუთვნილებას. ასე რომ და თუ რაიმე ტიპის დანაშაულის ნიშნებს აქვს ადგილი, ამაზე უნდა იყოს ეფექტური გამოძიება ჩატარებული. ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უთქვამს დაიწყეს თუ არა გამოძიება სალომე ზურაბიშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. არადა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ შეფასებას აძლევენ იურისტები. სწორედ დღეს მომხდარ თავდასხმას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს დაესხნენ დღეს თავს, თუმცა ძალოვანი უწყება დუმს არ ეტარებს საგამოძიებო მოქმედებებს შემთხვევის ადგილზე. მაშინ როდესაც უმოქმედო არის პოლიცია, უმოქმედო არის დაცვის სამსახური, მოქმედებაზე არის ხალხი გადასული. დღეს მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ცდილობს დააშინოს როგორც მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, ასევე ოპონენტები, ხალხი ისევ ქუჩაში გადის და ოლიგარქს საკუთარ დაბადების დღეზე კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ რუსული მმართველობის შეგუებას ჩვენს ქვეყანაში არავინ არ აპირებს. ამიტომ ივანიშვილი დღეს ძალიან ხმამაღალ პროტესტს ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან ისევ გაიგებს.